ჰიბრიდული აქტივობის ნაწილში სწორედ ერთ-ერთი ესეც იყო, რომ თავდაცვის სამინისტრო, სამართალდამცავი სისტემა, სპეცსამსახურები ყოფილიყვნენ მიზნის და ამოცანის გარეშე. ანუ მათ არ სცოდნოდათ, რომ ახლობადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რა ტიპის ამოცანის გადაწყვეტის წინაშე აღმოჩნდებოდა სახელმწიფო, შესაბამისად, როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში, ასევე სოციუმში, სადაც ეს მაინც ჩაკეტილი სოციუმებია, ამ სოციუმში ალბათ დაინერგა და გაღვივდა მოსაზრება, რომ ბრძოლას, მოქმედებას, აქტივობას, განათლების მიღებას, შესაბამის შეიარაღების შეძენას თუ შესაბამისი ცოდნის დაგროვებას, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით იმის პოტენციალი გვაქვს, რომ უბრალოდ ოდნავ უკან დავიხიოთ და შევეგუოთ იმ მოცემულობას, რა მოცემულობის წინაშე აღმოჩნდებით. შესაძლოა ძალიან ცუდი რაღაცის თქვა, და შესაძლოა ვიღაცა გულისიღრმეში ასე ფიქრობს, მაგრამ ასეთი ტერმინოლოგიით, ასეთი ფრაზეოლოგიით, ასეთი მიდგომით სპეცსამსახურებთან, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არის დანაშაული, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის დაუშვებელი, რაც არ უნდა მოცემულობა იყოს, მათში პატრიოტული მოტივების გაღვივება, მათი გადამზადება, მათი შეიარაღება, ეს არის სახელმწიფოს ნომერ პირველი ამოცანა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენი მტერი არის, ეს ერთი, რუსეთი ჩვენი მეზობელი იქნება მუდმივად და საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელსაც სჭირდება ძლიერი თავდაცვის უწყება, ძლიერი სასაზღვრო დანაყოფები და ძლიერი სპეციალური სამსახურები. ეს არის ის ძირითადი ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა უზრუნველყო ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და შესაბამისად ისინი ყველაზე მეტად მოტივირებულები უნდა იყვნენ ეროვნული ამოცანების გადაწყვეტის კონტექსტში. შეძლო თუ არა რუსეთმა გარკვეულწილად ამ ამოცანის შესრულება, დიდი ალბათობით შეძლო, სამწუხაროდ ეს ასეა. ჩვენ ჩამოვშორდით სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო პლატფორმებს, ახლა თავდაცვის სამინისტროს დეტალებში ვერ შევალ ამ ინფორმაციას, მაგრამ სპეცსამსახურების ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა დაზიანდა, ამის აღდგენას დაჭირდება ძალიან დიდი რეფორმა შიგნით ორგანიზაციებში და შესაბამისად ამ პროცესის და ამ პროექტის ავტორი, სადღაც მოსკოვში ალბათ გარკვეულწილად უკვე კმაყოფილია, ვინაიდან მან მიაღწია იმ შედეგს, რომ სრული ნიჰილიზმია სპეცსამსახურებში, ალბათ სავარაუდოდ თავდაცვის უწყებაშიც და გარკვეულწილად ამოცანა ნომერი 1 მან გადაწყვიტა. ანუ მას საქართველოს მხრიდან რაიმე ტიპის გამოწვევა, რაიმე ტიპის წინააღმდეგობა ამ ეტაპზე ვერ შეხვდება.